ვოლფჰაგენი. ამ მიწაზე ძმები გრიმები თავიანთ განთქმულ ზღაპრებს წერდნენ. ჰესენი, გერმანია, რასაც ახლა ვხედავთ ზღაპარი არ არის. რეგიონალური მედიცინის შვეულმფრენი ყოველდღიური მორიგეობის შემდგომ ახლა მინდორში დაეშვება. არის თუ არა ზღაპარი, ცნობილი გერმანული ჯანდაცვის სისტემა. შევეცდებით ზუსტად აქ გავარკვიოთ. ძველებური პატარა, ქალაქის პატარა კლინიკაში. აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სისტემა მოიფიქრეს და პირველად შემოიღეს ზუსტად რომ გერმანიაში ჯერ კიდევ 1883 წელს. სულ მცირე 3 მილიონი ევრო ღირს. სახელმწიფომ ყველაფერი დაფარა. ცოცხალი ჩანს. კი, მაგრამ ამის შეცვლა შეგვიძლია. 106 წლის ქალს გულის ოპერაცია აქ წარმატებით ჩაუტარეს. დრონს შეუძლია ქსოვილი საოპერაციოში მიიტანოს. დედაქალაქის კლინიკების ამბებიდან ამის გაგონებას მიჩვეულები ვართ, მაგრამ ეს პატარა პროვინციაა. ყველაფერი აუცილებელი გვაქვს, თითქმის ნებისმიერი შემთხვევისთვის. გერმანიაში ყოველ ადამიანს აქვს სამედიცინო დახმარებასთან წვდომა, შემოსავლების მიუხედავად. ისე ეპყრობიან თითქოს და ნათესავი იყოს. მაგრამ ეს რა ღირს? როგორ იღებენ დახმარებას და რისთვის აკრიტიკებენ ყველაზე ლეგენდარულ სამედიცინო სისტემას? პაციენტი ხომ კომუნიზმს ელის. მას აქვს მოთხოვნილება, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს. ექიმები, პაციენტები, მრავალშვილიანი მიგრანტები მოგვიყვებიან, გვაჩვენებენ თუ როგორ მკურნალობენ ქვეყანაში, სადაც გაცხადებულია ღირებულება, ადამიანის ჯანმრთელობა. გერმანიაში ექიმთან მოხვედრის ორი ძირითადი ხერხი არსებობს. პირველი, როდესაც რამე გაწუხებს. ამ შემთხვევაში მედიცინასთან ურთიერთქმედება ოჯახის ექიმთან ვიზიტით იწყება. ანუ ჰაუს არცთან. სამუშაო დღე უკვე იწურება, ამიტომაც ვნახავ კიდევ რა არის ლაბორატორიაში გასაკეთებელი. კომპიუტერშიც ვნახავ. ლაბორატორიაში უკვე ვიყოჩაღე. ეს კი ჩემი კაბინეტია. ჩემი ულტრაბგერითი აპარატი. ეს კი დასამუხტია. აუცილებელია რომ იყოს გადაუდებელი დახმარების ნაკრები, რეანიმაციისა და დეფიბრილაციისთვის. საჭიროა რეგულარულად ვამოწმო. თუ გასაკერია, უპრობლემოდ. და ჩემი ძირითადი სამუშაო ადგილი ეს არის. ასეთი პრაქტიკა მაქვს. კვლევითი კაბინეტები, ერთი ულტრაბგერითი, ერთი ექოკარდიოგრამა. აქაც ვარ ხოლმე. ძალიან ხშირად და დიდი ხანი. პრაქსისი ეს არის ოჯახის ექიმის კაბინეტი, სადაც აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია რეანიმირება, ან მცირე ქირურგიის ჩატარება. ოჯახის ექიმი ლიდერი წარმოშობით ტომსკიდან არის. 96 წელს გერმანიაში სამედიცინოზე ჩააბარა. საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგი იყო. სასწრაფო დახმარებაში სიცოცხლეს გადაარჩენდა. ხშირად რომ ზუსტად ჰაუს არტს ძალიან აკრიტიკებენ. ის ხალხი, რომლებიც ევროპაში სხვა სამედიცინო ტრადიციებიდან გადავიდნენ. ჩაწერაზე დიდი მოლოდინის გამო, სპეციალისტებთან მიმართვის აუჩქარებლობის გამო და სამწუთიანი მიღების გამო. მაშ ვინ არის ჰაუს არტსი? პირველი ადამიანი, რომელიც ყველაფერს არკვევს და არის საერთო სამედიცინო მიმართულების სპეციალისტი. სიღრმე საკმარისია. სივრცე მაქსიმალური. თუ რაიმე მტკივა, ოჯახის ექიმთან მივდივარ. დიახ, უმალვე ნეიროქირურგთან წასვლა არ შემიძლია. არა. თუ პაციენტი ჯერ ოჯახის ექიმთან მივიდა და უთხრა, რომ ზურგი მტკივა, ოჯახის ექიმი ეუბნება, რომ ეს ასე ხდება ხოლმე. ნახოთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა. არაფერი გერთმევა. შეუკავებლობა არ გაწუხებს. საშიში არაფერია, შემოbrუნდით, აქ შებოჭელობაა, აქ გადაჭიმულობა.
ახლა ოდნავ ამას და ამას გავაკეთებთ. იბუპროფენი. თუ არ გაგივლის, ერთ კვირაში მოდი. ერთ კვირაში მოდის, არაფერმა გამიარა. მაშინ კარგი, ნახოთ. ოდნავ ქაჩავს. გავაკეთოთ MRI. და რაღაც არ მომწონხარ. ამავდროულად უკვე კეთდება მიმართვა ნეიროქირურგთან. ანუ როდესაც დაკვირვება ჩაატარეთ, იქნება ახსნა სცადოთ. დავახარისხე, ანუ სისტემა, ჰაუს არცი საავადმყოფო კომპლექსი. რაში მდგომარეობს ამგვარი ურთიერთქმედების აზრი, რომელსაც პაციენტი გაივლის. საოპერაციოში ერთი წამი ღირს 1 ევრო. ანუ ყოველი წუთი არის 60 ევრო. დღეც და ღამეც. რა თქმა უნდა დაახლოებით. ანუ საავადმყოფოს ხარჯი. დიახ, ეს არის დაგეგმარება. ანუ ყოველთვის ამის გათვალისწინება გიწევთ. ხოლო ამის გათვალისწინება გვიხდება. ადამიანის ჯანმრთელობა არა? როგორც ჩემი უფროსობა ამბობდა, ეს თავისთავად ასეა. ამისთვის გასწავლიდნენ. ბუნებრივია მხოლოდ აქ არ ვზივარ, განაწილებასაც ვახდენ, ვმკურნალობ. ოღონდ ერთი მიზნით რომ გადავამისამართო ნეიროქირურგთან, სპეციალისტთან, კარდიოლოგთან. პაციენტი იყო მოსული რაღაცაზე ეჭვით. და ეს იმ ადამიანის ეჭვი კი არ იქნება, რომელმაც ინტერნეტში რაღაც წაიკითხა, ან მეზობლის კითხვა. არამედ როდესაც ადამიანი უკვე ოჯახის ექიმისაგან მოდის, სადაც უკვე ყველაფერი უწერია, თუ რა და როდის ნახეს. პაციენტს ესა და ეს მისცეს, ესა და ეს გააკეთეს. ახლა იბოძეთ, ეს უკვე შენია. ახლა გვირჩიეთ, თუ რა გავაკეთოთ, თქვენო დიდებულებაო. ექიმი ლიდერი ახლა მორიგეობაზე მიდის, მეზობელ ქალაქში. მას მოგვიანებით დავუბრუნდებით. გერმანიაში საჭირო ექიმთან სწრაფად მოხვედრის მეორე ხერხია საგანგებო დახმარება. ავარია, დაცემა, მოტეხილობა, შეტევა, ცუდად ყოფნა. გადაუდებელის თანამშრომელს თავისი პროგრამა აქვს. პირველი დახმარების აღმოჩენისას შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, თუ რომელ უახლოეს საავადმყოფოში არის საჭირო აღჭურვილობა, განყოფილება, ექიმი. ხოლო კლინიკას შეუძლია პაციენტის მიღებისთვის მოემზადოს, სანამ გადაჰყავთ. ანუ მაქსიმალურად სწრაფად. შოკური თერაპიის ოთახია. აქ ყველაფერი ყოველთვის მზად არის. ნებისმიერი შესაძლო კრიტიკული დახმარებისთვის. ყველაფერი აუცილებელი გვაქვს, თითქმის ნებისმიერი შემთხვევისთვის. ისეთი რამაც კი, რაც შეიძლება მხოლოდ 10 წელიწადში ერთხელ დაგჭირდეს. მაგალითად, გვაქვს მოწყობილობა, რომელიც მგონია, რომ არასდროს გამოგვიყენებია, მაგრამ ის საჭიროა, როდესაც ადამიანს ჰიპერძლიერი ალერგიული რეაქცია იმართება. სახის შეშუპება ისეთია, რომ სუნთქვა არ შეუძლია. ჩვენ კი დახმარება შეგვიძლია. ამის გამოყენება შეგვიძლია, მაგრამ სავარაუდოდ ეს მოწყობილობა კიდევ 1000 წელი არ დაგჭირდება. პატარა ქალაქ ვოლფჰაგენის სახელმწიფო საავადმყოფო. Möchtest du eine neue Arterie vorbereiten? ანდრე რაუნი არის მთავარი ექიმი. Gut. Bis morgen. No, ich bin jetzt so. რა შესაძლებლობები გააჩნია პატარა პროვინციულ კლინიკას?
Wir können კლინიკაში ყველაფერი ძირითადი შეგვიძლია. მოვიცავთ შიდა დაავადებებს, ქირურგიას, ორთოპედია, უროლოგია, გინეკოლოგია. გვაქვს ინტენსიური თერაპია, ხელოვნური ვენტილაცია, რეანიმაცია, ახალი რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, დიაგნოსტიკა. მხოლოდ დიდი ოპერაციები არ გვაქვს. ორგანოების ტრანსპლანტაცია და მშობიარობის მიღება. ჩვენი პატარა კლინიკის უპირატესობა იმაშია, რომ გვაქვს ისეთი პრაქტიკა, რომელიც ზუსტად აქ მოსახლეობისთვის ყოველდღიურად არის საჭირო. თუ რაიმე ახალი აღჭურვილობა გვჭირდება, მასზე მოთხოვნას ვაკეთებთ. სახელმწიფო უწყება მას გასცემს და ჩვენ ვიღებთ. დიახ, ზოგჯერ გინდა რომ ლამბორგინი გყავდეს, მაგრამ Volkswagen-ი გყავს. ჩვენი აღჭურვილობა Mercedes-ით არის. ძალიან კარგი Mercedes-ის საათნახევრით. კვლევა სისხლის გადასხმისთვის, ანტისხეულები. ასევე PCR ტესტებსაც ვაკეთებთ. können wir ja gleich filmen. Andre, but it's just small. Yeah. But it's bleeding all the time. Okay, thank you very much. Volkswagen-ი თავად ჰგავს ზღაპრულ ნახატს. ფახვერკის შუა საუკუნოვანი სახლები, ჩუმი ქუჩები. მახლობლად 30 წუთის სამგზავრო მანძილზე მდებარეობს დიდი ქალაქი კასელი, სადაც არის ბევრი ძლიერი რეგიონული კლინიკა, ტრანსპლანტაცია, ნეიროქირურგია, ნებისმიერი პათოლოგიების მკურნალობა. მაგრამ ჯანდაცვის გერმანული სტანდარტის მიხედვით, რაიონული საავადმყოფო პაციენტთან ახლოს უნდა მდებარეობდეს. ამიტომაც Volkswagen-ის 14,000 მცხოვრებს ამგვარი კლინიკა საკუთარ ქალაქში აქვთ. ხაიკო ვაიერსჰოიზერი აქ ცხოვრობს. არის საკრებულოს წევრი, ადგილობრივი პოლიტიკოსი და პენსიონერი. გერმანიის სამედიცინო დაზღვევის კომპანიაში ხაიკო 30 წელზე მეტია მუშაობდა. დაზღვევის სისტემის შესახებ ექსპერტულად მოგვიყვება. ახლა ხან მძიმე დაავადება თავადაც იმკურნალა. სიმსივნის მკურნალობის კურსი, ოპერაცია, სხივური თერაპია, ეგრეთ წოდებული იონურ თერაპიასთან ერთად, რომელიც მხოლოდ ჰაიდელბერგში და მარბურგში არის. სულ მცირე 3 მილიონი ევრო ღირს. სამედიცინო სალაროში ამგვარ შენატანს არასდროს გადავიხდი. ყველაფერი სახელმწიფომ დაფარა. 2017 წელს გერმანიაში კანონი მიიღეს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესახებ. აქ სამედიცინო დაზღვევის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება, რაც არის მათი დაზღვევის სისტემის მთავარი განსაკუთრებულობა. ეს არის საკუთარი სისტემა, იმიტომ რომ ის ნამდვილად ადამიანებისთვის არის შექმნილი. ამიტომაც 1960-იანი წლებიდან არსებობს ეს საავადმყოფო. ამასთან ყურადღება მიაქცეთ ჩვენთანაც კი მულტიეროვნული კლინიკა. მკურნალობთ მრავალ ლტოლვილს, ავღანეთიდან, ირანიდან, ერაყიდან, უკრაინიდან. ყველა დაზღვეულია და ყველა იგივე დაცვით სტატუსს იღებს, რასაც მე. შენ რომ გერმანიაში გადასულიყავი, მაშინ უმალვე დაზღვეული იქნებოდი. ჩვენ გვაქვს სოციალური სისტემა. დაზღვევა. Das mal einen Moment wirken. 21 Minuten. Короче говоря, на самом деле она была тяжело. Да, то есть без видео я бы ничего не сделал. დიმიტრიც რუსეთიდან არის წარმოშობით. Сейчас, одну секунду. ანესთეზიოლოგი, რომელიც პატარა საავადმყოფომ რეგიონალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაიბირა. После операции вообще ოპერაციის შემდგომ ძლიერი ტკივილები არის ხოლმე. здесь в регион, ну, как бы კისრის მიდამოში ნერვი გადის, интоскалинирован რომლის გაყუჩება ადგილობრივი ანესთეტიკით შეიძლება. mit локальным анестетиком и რის ხარჯზეც შემიძლია შედარებით სუბუქი ნარკოზის გაკეთება.
ახალი ტექნოლოგიაა და თუ ექიმმა ეს იცის, მე შემიძლია და ამას აქ მუდმივად ვაკეთებ, მაგრამ ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. ოპერაციის დროს პაციენტის სიცოცხლე მისი პასუხისმგებლობაა. ასაკოვანი ქალი გუშინწინ ბაღში ყვავილების მორწყვის დროს ძლიერ დაეცა. უბედური შემთხვევის შემდგომ 2 დღე გავიდა და ახლა პროვინციულ კლინიკაში ხრის სახსრის პროთეზირებას უკეთებენ. ნიშნულობა არ აქვს, კერძოა თუ სახელმწიფო დაზღვევა. დიახ, ნიშნულობა არ აქვს. ყველაფერი სრულად ერთნაირია. დღეს როგორ ხართ? შესანიშნავად, თქვენ? Absolutely good because we're here. ჩვენთვის აქ პროთეზირება ჩვეულებრივი ყოველდღიური ოპერაციაა. ძვლების ოპერაციას ყოველდღე ვაკეთებთ. ართროზი, მუხლის სახსარი, დეგენერატიული დაავადებები. მხოლოდ ხერხემლის კისრის ნაწილში არ ვახდენთ ოპერირებას და თავში. პროთეზის სწრაფად მორგების საშუალება გვაქვს. მრავალი სხვადასხვა ელემენტი გავამზადეთ, რომელიც შემდგომ ინდივიდუალურად მოერგება. განსაკუთრებულ შემთხვევაში 24 საათში მივიღებთ განსაკუთრებულ პროთეზს. ოლფჰაგენში კომპლექსური სამედიცინო დახმარება სახელმწიფო მომსახურებაა. ეს კლინიკა რეგიონში ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ვართ და პაციენტებს სახლში ახლოს სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენთ. ექიმთან ხანგრძლივი მოგზაურობის გარეშე, რაც კლინიკასა და პაციენტებს შორის ხარისხიან კავშირს ქმნის. ხალხი აქ ერთმანეთს კარგად იცნობს. სკოლაში ერთად დავდიოდით. შესაძლოა ჩვენი ბავშვები ერთ საბავშვო ბაღში დადიან. საერთოდ აქ ძალიან რთულ ოპერაციასაც კი 60 თვეზე მეტი ხანი არავინ ელოდება. ასე გამოიყურება პროთეზი. 1 საათი მუშაობა და მხარი მზად არის. როგორ ჩაიარა? კარგად, ყველაფერი მზად არის. როდესაც აქ ჯერ კიდევ სამეანო იყო, მე აქ დავიბადე. აქვე გავიზარდე ვოლფჰაგენში. ჩრდილოეთ ჰესენს ძლიერ მიჯაჭვული ვარ. პროფესიული ამბიციები არ მქონდა. ექიმი გავხდი იმისათვის, რათა სიკეთე ვაკეთო იქ, სადაც ეს აუცილებელია. და ჩემს საქმეს ძალიან კარგად ვუმკლავდები. ჩვენ კარგ სამუშაოს ვაკეთებთ. ხოლო ბერლინში იქნება ეს თუ ვოლფჰაგენში, ჩემთვის სულ ერთია. პატარა ქალაქში ამგვარი კლინიკა რომ მუშაობდეს, გერმანიაში საავადმყოფო სალარო არსებობს. ყოველი მომუშავე მოქალაქე დამსაქმებელი სამედიცინო დაზღვევის რეგულარულ შენატანს აკეთებს. შენატანი ხელფასის ოდენობაზეა დამოკიდებული და რაც უფრო დიდია შემოსავალი, მით უფრო მაღალია შენატანი. ამით ღარიბებს ეხმარებიან. ყველა სადაზღვევო კომპანია სახელმწიფოა. დამატებით არის ფედერალური სუბსიდია. ამგვარად ეწყობა ჯანდაცვის ფონდი, საიდანაც დაზღვევა ანაზღაურებს საავადმყოფოს ექიმების მუშაობას თანადგომის მიდგომით. თავად სამედიცინო მომსახურება ყველასთვის ერთნაირია. ხოლო საავადმყოფოებისთვის თანხის განაწილება ხდება ფასების, ფიქსირებული ღირებულებით და ყოველ შემთხვევაში მკაცრად დასაბუთებით. ყოველი მანიპულაციის რთული ტარიფიკაცია იმდენად რთულია, რომ ყველაზე მეტად ზუსტად მას აკრიტიკებენ ექიმებიც და პაციენტებიც. ჩვენი მედიცინის პრობლემა არის ბიუროკრატია, როგორც ეროვნული განსაკუთრებულობა. ყველაფრის აღწერაა საჭირო, რაც ნიშნავს, რომ ექიმი უბრალოდ 2 საათიან ოპერაციას კი არ აკეთებს, ამის შემდგომ მაგიდასთან უნდა დაჯდეს და ჩაწეროს ყველაფერი ის, რაც გააკეთა. მიუხედავად ამისა არის ხარჯი, რომელიც ამ სისტემაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული. მაგალითად, მოხუცთა თავშესაფრიდან ასაკოვანი პაციენტი მოჰყავთ, მუცლის ტკივილით. რის გამოც ტკივა უცნობია, ტარდება სრული გამოკვლევა, კატე, რენტგენი. შეიძლება ექიმმა ინტენსიური თერაპიაც ჩაატაროს. შემდგომ აღმოჩნდება, რომ პაციენტს უბრალოდ ნაღველის კოლიტი ჰქონდა. შედეგად კლინიკა იღებს ფულს მხოლოდ ნაღველის კოლიტის მკურნალობისთვის.
სამედიცინო დახმარების სრული კურსი 6,000 ევროს ღირებულებით. კლინიკა კი მხოლოდ 1,400 ევროს მიიღებს, მხოლოდ კოლიტისთვის. ჩვენი საავადმყოფო ცდილობს ასეთი მიდგომის შენარჩუნებას, რომ მეტნაკლებად ხარჯთა რიცხვი ნულზე შეინარჩუნოს. ეს ნორმალურია. ეს ხდება იმის გამო, რომ საავადმყოფოს შემოსავალი ლოგიკურად ხარჯზე ნაკლებია. კოვიდის შემდგომ ნაკლები პაციენტია, რაც განპირობებულია ასევე იმით, რომ სადაზღვევო კომპანიები გერმანიაში ხარჯების მომატებას მნიშვნელოვანი დაყოვნებით იღებენ. როდესაც რაიმე ხარჯი იზრდება, ჩვენ როგორც საავადმყოფო ანაზღაურებას მხოლოდ 2-3 წელში ვიღებთ. მაგრამ წინასწარ ვაფინანსებთ. გაანგარიშებულია და დაგეგმილია, რომ ჩვენ კლინიკაში წელიწადში მენჯბარძაყის სახსრის 40 ოპერაცია უნდა გავაკეთოთ. სხვაგვარად არც ერთი არ იქნება ანაზღაურებული. დიახ, ეს სრულად სულელურია. თუ წლის ბოლოს მხოლოდ 39 ოპერაცია გაქვს გაკეთებული, მაშინ არც ერთი არ იქნება ანაზღაურებული. ამბობთ, რომ ეს არის საუკეთესო სისტემა, პარადოქსია. არა, პარადოქსი არ არის. ეს არის კაპიტალიზმი. სადაზღვევო სალაროს სურს ფულის დაზოგვა, სურს არამოთხოვნადი პატარა საავადმყოფოების დახურვა. თუ საავადმყოფოს ფინანსური სამკურნალო გეგმის შესრულების აუცილებლობის დასაბუთება არ შეუძლია, მას ხურავენ. ყოველ წელს კასელის რაიონული საბჭო კლინიკის ბიუჯეტს გადახედავს და გადაწყვეტს, გაგრძელდეს თუ არა დაფინანსება. ამგვარად ვოლფჰაგენში სამშობიარო დახურეს, ვინაიდან წელიწადში გაანგარიშებული 400 მშობიარობის ნაცვლად მხოლოდ 320 იყო. ხოლო რამდენიმე წლის წინ თავად ჰოსპიტალიც კინაღამ დახურეს. რამდენიმე წლის წინ ჰოლდინგი კომპანია, რომელიც ჩვენს კლინიკას ფლობდა, ფინანსურ სირთულეებში აღმოჩნდა და თქვა ვხურავთო. ჩვენ ქალაქის მცხოვრებლები ძლიერ შევეწინააღმდეგეთ. დიდი მიტინგი ჩავატარეთ. 1000 ადამიანის მონაწილეობით. ავაგროვეთ 22,000 ხელმოწერა და რაიონულ საბჭოში გავგზავნეთ. ვუთხარით, არა. ჩვენ ქალაქში ეს საავადმყოფო გვჭირდება. ის უნდა გამოვისყიდოთ. ჩვენ მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები კი არა ვართ, არამედ თანასწორუფლებიანი. ამიტომაც ქალაქის ყველა პოლიტიკოსი, რომელიც კლინიკის დახურვის მომხრე იქნებოდა, უბრალოდ გადარჩეულები აღარ იქნებოდნენ. ეს არის დემოკრატია. შემდგომ კლინიკის სახელმწიფო ბალანსზე გადაყვანის აუცილებლობაში პოლიტიკოსების დარწმუნებაც მოვახერხეთ. გამოსასყიდი თანხა 7-დან 9 მილიონამდე იყო, ზუსტად არავინ იცის, რათა კლინიკა კვლავ რაიონის მცხოვრებლების საკუთრება გამხდარიყო. რა თქმა უნდა, აქაც კუნთებია. ძალიან დაძაბული. მოთელვას ვაკეთებ ხოლმე. გერმანული კლინიკები უკვე დიდი ხანია მრავალეროვნულია. არის პერსონალის უკმარისობა, რა დროსაც მედიკოსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროფესიაა. კუნთებთან საჭიროა მუშაობა. აუცილებელია მოდუნება და გამყარება. ინგა წარმოშობით უკრაინიდან არის. უკვე 20 წელზე მეტია აქ საყვარელი ფიზიოთერაპევტია. სახელმწიფო, ჩვეულებრივი დაზღვევით შეიძლება აქ ფიზიოთერაპიაზე სიარული. დიახ, მოდიხარ ოჯახის ექიმთან. ის გამოწერს ფიზიოთერაპიას, მაგალითად 6 ჯერ, როგორც უმეტეს შემთხვევაში. გადამისამართებას იღებთ ჩვენთან და მოდიხართ. მოდით, თქვენი დროის 3 წუთი დამრჩა. დრო თქვენთან ოქროს სადარად ითვლება. დიახ. ექიმთან ზუსტად 3 წუთი დაგვრჩა. კიდევ რამე მაჩვენეთ გეთაყვა. კარგი. Давайте, вот нам что важно? Нам важно вот здесь, сзади мышцы, чтобы они были крепкие, чтобы мышцы были, да? გერმანიაში დაზღვევის კერძო სახეობის არსებობის მიუხედავად, ცხოვრებთა 90%-მდე სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევას ირჩევს, რომელიც ვალდებულიც არის და ფარავს კიდეც ონკოდაავადების მკურნალობას, ინსულტს, ინფარქტს, ორგანოების ტრანსპლანტაციას, ნეიროქირურგიას და სხვა სერიოზულ დაავადებებს. ფარავს მკურნალობის, წამლების, აცრების, საავადმყოფოში ყოფნის, პროფილაქტიკის ხარჯებს, რა თქმა უნდა, რეაბილიტაციასაც. სტომატოლოგიაში პროფილაქტიკასა და მკურნალობას, კბილის პროთეზირებას, იმპლანტებს და ასე შემდეგ. 5 კილოგრამით შეიძლება დაწყება. თქვენთან მიმართვას დიდი ხანი უნდა ელოდო. დიახ, ახლა 1 თვე გამოდის. 1 თვე არც ისე ბევრია. მაშინ კარგი. ანუ 1 თვე უნდა დაელოდონ თქვენთან მოსახვედრად. 1 თვე თვენახევარი.
Am სავალდებულო დაზღვევით მოქალაქეს არა მხოლოდ უფასო მკურნალობის უფლება აქვს, ასევე კლინიკაში ბიოლოგიურად სუფთა საკვების, გემრიელის და მედდების ღიმილის. Geht das so? Ich danke. Ich rufe dann. Bitte sehr. Scheiße auch. Ja. Geht's? Alles ist schrecklich. Guten Appetit. Danke. ეფექტი. Эли, поздоровайся. Эли, Скажи привет. Эли, скажи привет. Привет, скажешь? У тебя такая коляска, как я, наверное, всю жизнь бы Смотри, мечтала. Эли. О, какой у тебя коляска. аппарат. Ой. Как они относятся уважение დიდი პატივისცემით ეპყრობიან გრძნობებს. არა როგორც ნივთს. к вещи. Вот მე ხომ მიჩვეული ვარ, მოხდი სამშობიაროში, გვეუბნებიან ესა და ეს გააკეთე. საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება არ გაქვს. высказать свое мнение. კაცრად, ხისტად. დიახ. Как будто своему родному როგორც ახლობელ ადამიანს ისე ექცევიან მშობიარობის დროს. უვლიან, დასციცინებენ. ზღაპარია, ისე მეპყრობოდნენ, რომ ამას მხოლოდ ქალი თუ გაიგებს. Но это только женщина может понять. Всякие ათას გვარი წვრილმანის გათვალისწინებით. საოცრად მეპყრობოდნენ, უმაღლესი აღჭურვილობით. я представляю, წარმომედგინა რაღაც საშინელება, როგორც რუსეთში. აქ კი ყველაფერი ადამიანურია. ალექსეი და მარინა დავიდოვები რუსეთიდან ლტოლვილები არიან. 8 შვილის მშობლები, 5 არასრულწლოვანია. უფროსი ექიმის თანაშემწეზე სწავლობს. ერთად გადასვლის პროცესში არიან. ვოლფჰაგენიდან მეზობლად ახალ სახლში. უმცროსი ქალიშვილი ელე უკვე აქ, დოიჩლანდში გაუჩნდათ. когда ელის დაბადებისას ჭიპლარი უმალვე არ მოაჭრეს. резали сразу. მე კი მიჩვეული ვიყავი, რომ უმალვე გადაჭრიდნენ, ბავშვს წაიყვანდნენ და თხოვნა გიხდება, რომ ბავშვს აკოცო. აქ კი ჭიპლარით დამიწვინეს. შემდგომ მოაჭრეს. მითხრეს, თუ გინდათ მაგრატელს გაგატანთო, რომლითაც ჭიპლარი გადაჭრეს. ასეთი კითხვების გამო უბრალოდ ვიბნეოდი. ჩემთვის უბრალოდ პრინციპული იყო, რომ ჩემი უსისხლო მედიცინის პოზიცია გაეთვალისწინებინათ. ამის გამო ყოველთვის თავის ტკივილი გვქონდა. ზოგჯერ იურისტის წაყვანა გვიხდებოდა საკუთარი პოზიციის დასაცავად. აქ კი ყოველგვარი განცდების გარეშე ეს არის შენი უფლება და მორჩა. ამიტომაც ძალიან ადვილად დაიბადა. სრულად განსხვავებული ბავშვია. გეჩვენება, რომ ბავშვიც სხვანაირია. აღმოჩნდა, რომ როდესაც მშობიარობა ადვილია, სწორია, როდესაც ყველაფერს სწორად აკეთებენ, როგორც უნდა იყოს, ბავშვი განსხვავებულია. მას ის სტრესი არა აქვს. შეუძლია თუ არა აქ ბავშვიან პაციენტს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს გადაუდებელი დახმარება. უბრალოდ საავადმყოფოში მიიყვანოს და უთხრას. კლინიკაში მისვლისას იქ არის ადგილი, სადაც იღებენ როგორც გადაუდებელი დახმარების დროს. იქაც არის რიგი, მაგრამ როდესაც მიხვალ, შეხედავენ, თუ ბავშვი სისხლიანია, მას რა თქმა უნდა სწრაფად წაიყვანენ, ვინდრე იმ ბავშვს, რომელსაც არ ეტყობა, აქვს თუ არა რაიმე მოტეხილობა. მაშინ ცოცხალი რიგით მიდის. მაგრამ ეს შესაძლებლობა არის. Тогда, конечно, по очереди живой проходишь дальше. Но возможность это есть, да, в каждой клинике. კურნალობის გარეშე არ დარჩება, არა. Нет, нет, не останется. თოლსა და უამინდობაში მიიწევ. ისეთი მონაცემია, რომ ადამიანი ცუდად სუნთქავს. ფიქრობ, უნდა ვნახო, იქნება საავადმყოფოში უნდა გავგზავნო, ან კიდევ რამე. ადიხარ ლიფტის გარეშე მეხუთე სართულზე. ეკითხები რა მოხდა. დიდი ხნის წინ მოხდა, იმ კვირას.
გრძნობ, რომ დაძაბულობა იმატებს. დიახ, გასაგებია. ახლა რა მოხდა? ახლა ხელი ამტკივდა, მანამდეც სხვა რაღაც იყო. ოჯახის ექიმებს მორიგეობის განრიგიც აქვთ რეგიონების მიხედვით. პრაქსისი მუშაობს ყოველდღე 22 საათამდე და ღამის მიღებაც არის. ეს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც პრობლემები აქვთ და ექიმთან მიმართვა ვერ მოასწრეს, ან ექიმი აშორს, ან სხვა მიზეზით. გერმანიაში ფეოდალური დაქსაქსულობის გამო, რომელიც ახლა ფედერალური დაქსაქსულობაა, რაღაც ცენტრში ჩათრევის ტრადიცია არ არსებობს. რა თქმა უნდა, არის დიდი ცენტრები, მაგრამ ისინი გერმანიაში მიმოფანტულია. მაგალითად, ბერგიშ გლადბახში შესანიშნავი კარდიოლოგი არის, ვინაიდან ვინც კილნსა და ბონში სწავლობდნენ კარდიოლოგიაზე, კარდიოქირურგიაზე. მათ უბრალოდ თქვეს, კილნში ცხოვრება არ მინდა, ძალიან ხმაურიანია, ამიტომაც ბერგიშ გლადბახში ვიცხოვრებ. იქაც ყველაფერი კარგად არის. ამასთან იქაც ნორმალური ანაზღაურება ექნებათ, როგორც ექიმებს. ოპერაციებს ჩაატარებენ. რა მნიშვნელობა აქვს ხელფასს, როცა არის ტარიფი? აი რაშია განსაკუთრებულობა. გასაკვირი არაფერია, თუ რომელიმე საუკეთესო სპეციალისტი პატარა საავადმყოფოში იქნება. მივედით, მანქანას ვაჩერებთ. ეს უკვე კლინიკაა. დანარჩენ დღეს აქ გაატარებ. დიახ. წითელი ჯვრის ყოფილ სამაშველო სადგურში ხანძარია. შიგნით 7 ადამიანია, ბავშვები. პატარა ძველებურ ქალაქ ვოლფჰაგენში სამაშველო სამსახურების ყოველწლიური სწავლება ტარდება. გონია, რომ სწავლებისთვის ქალაქში არსებული ყველა ტექნიკა მოიყვანეს. მაგრამ ყველაზე მეტად შთაბეჭდილება ამან არ მოახდინა. უკვე მას შემდეგ, რაც ყველა გადაარჩინეს, რამდენიმე საათი ექიმები და მათი ყველა პოტენციური პაციენტი, ანუ ქალაქის მცხოვრები, ასე ატარებდნენ დროს ურთიერთობაში, წითელი ჯვრის ავტოფარეხში. დეკემბერში გერმანიაში ექიმთა პროფკავშირების გაფიცვა ჩატარდა, რომელშიც ლეგენდარული საუნივერსიტეტო კლინიკის შერიტეს ექიმებიც კი მონაწილეობდნენ. პროფკავშირი ხელფასის მატებას ითხოვდა, არანაკლებ 500 ევროთი. ფედერალური ხელისუფლება საავადმყოფოს დახმარების ძირეულ გადაწყობას გეგმავს, რათა კლინიკები პაციენტების რაოდენობაზე ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული. დაავადების იერარქია, ყველას მოთხოვნის მიხედვით, პროფილაქტიკური მიდგომა. ჯანდაცვის ამ სისტემასაც კი თავად გერმანელები აკრიტიკებენ, გადააფასებენ და დრო-და-დრო რეფორმირებას ახდენენ. საერთოდ, რა ფასეულობა გააჩნია ამ სამედიცინო სისტემას გერმანიაში? ცადოთ გამოვყოთ. უბრალოდ ძალიან ღრმად შეტობეთ. უფსკრულში ჩააბიჯეთ. ო, ახლა ვცდილობ როგორ აღვწერო ეს უფსკრული. ერთხელ საავადმყოფოში, სადაც ვმუშაობდი, უფროსთან და კომერციულ დირექტორთან ერთად ვიჯექი. დღესასწაულზე
ზომერფესტზე ვიჯექით, ლუდით. კომერციულ დირექტორს მივუბრუნდი, ვინაიდან ყველაფერი დემოკრატიულად და კარგად იყო ვუთხარი. მისმინეთ, ახლა ხან ვიფიქრე, უფროსმა უკვე ალმაცერად გადმომხედა. მან რაღაც იფიქრაო, მიჯიკა. ვუთხარი, იცით რა, სამუშაო თქვენი რთულია. წარმოიდგინეთ, პაციენტი ხომ კომუნიზმს ელის. რა კომუნიზმსო გაიგვირვა? პაციენტი მოვიდა, მას აქვს მოთხოვნა, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს. ან ის მოაგორეს. მისი მოთხოვნა არის ცხოვრება, მურჩა. და ეს უნდა გაკეთდეს. ყველა არსებული ხერხით. არსებულ დროში. არ შეგიძლია თქვა სასადილო შესვენება. არ სუნთქავს, კარგი, რამე მიარჭეთ და ახლავე მოვალ, ან კოლეგა მოვა. ასეთი რამ ხომ არ არსებობს. კინოში ხომ ხედავთ ხოლმე, კარი იღება, emergency room-ი მოქმედებაშია. არავინ ხომ არ აცხადებს პაციენტს, ბუნდესტაგის დეპუტატი ან მაწანწალა. შემოაგორებენ და ამბობენ, პაციენტი კაცი, კანის ფერს, თუ მედიკამენტის დოზირებისთვის აქვს მნიშვნელობა და მორჩა. ადამიანი და მას აქვს კომუნისტური მოთხოვნა, იცხოვროს, იყოს ჯანმრთელი და მორჩა. და წინ გააკეთე მედიკამენტი 20,000 ევროდ, მედიკამენტი 3 ევროდ, შპრიცი 1 ცენტად, გააკეთე. ის მოვიდა, ან მოიყვანეს. და შენ ყველაფერი, რაც არის, მთელი ძალით, სრული დროით მისთვის ყველაფერს აკეთებ ამ მომენტში. ეს ხომ კომუნიზმია. ყველას მოთხოვნების მიხედვით უნდა ჰქონდეს, მას კი ცხოვრების მოთხოვნა აქვს. ის ეჭვით მეთანხმება, უფროსი კვლავ მირტყამს. დაფინანსება როგორი გვაქვს? დაფინანსება ხომ სოციალისტურია. მუშაობ და ნაწილს გასცემ. არ მუშაობ, არაფერს აძლევ. ან ბავშვი ხარ, არ მუშაობ და არაფერს გასცემ. შენმა მშობლებმა გასცენ. ანუ, მოსაკრებელი ყველასგან. სოციალიზმია. მოკრიბეს და რაღაცას აკეთებენ. გარეთ კი კაპიტალიზმი გვაქვს. საჭიროა ყველაფრის შეძენა, მოწყობა, აშენება, მოლაპარაკება. და ყველაფერი ეს უნდა შევათავსოთ. კომუნიზმი, სოციალიზმი და კაპიტალიზმი. რათა შედეგი მივიღოთ, ამიტომაც რომელი მხრიდანაც შეხედავ, იმას დაინახავ. 2024 წლის გერმანიაში მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 82 წელი. გერმანელების თითქმის 60% ჯანმრთელობით კმაყოფილია. ამგვარად ეს საფუძველი, ღირებულება ცხადში ხორციელდება.